ფინანსურ საკითხებში წარმატების მიღწევა ნაკლებად არის კავშირში, რამდენად ჭკვიანი ხარ რა. ხო, ის არის პირდაპირ კავშირში, როგორ იქცევი. და ეგ არის ძალიან სწორი რაღაცა რა. ანუ სინამდვილეში ფინანსურ წარმატებას არ ჭირდება ასტროფიზიკოსობა, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ასტროფიზიკოსობა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური რაღაცაა, ხო? ანუ უფრო ქცევის და უფრო დისციპლინის და უფრო ჩვევების ამბავია რა. ეგ ნამდვილად ეგრეა. ამავე დროს ეხლა ის მომენტიც არ მინდა რომ გამოვტოვოთ რა. მართალია ჩვენ კი გვიყვარს რომ ყველა წარმატებას ჩვენ სიჭკვიანეს მივანიჭებთ ხოლმე და სხვის წარმატებას შეიძლება იღბალსაც კი მივანიჭოთ, მაგრამ ამავე დროს ისევ ის კაი თემა არის რომ რობერტ შილერს ვკითხეო. კითხვა არის ესეთი, რა გინდა იცოდე ფულის დაბანდებაზე ისეთი, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. და პასუხი იყო გენიალური. იღბალის ზუსტი როლი წარმატებაში.